საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. ეხლა პატარა ისევ ლირიული გადახვევა შეიძლება არც თუ ისე ლირიული ცოტა სიმძიმეც წამოიღოს, მაგრამ რაც არის მოკლედ. ინგა გრიგოლიას ეთერს უყურე, უსმენდი ეხლა ქალბატონ ანა დოლიძესთან საუბრობდა. და ესეთი ფრაზა წარმოთქვა ქალბატონმა ინგამ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ჟურნალისტური საქმიანობის მთელი ამ მოჯადოებული წლის განმავლობაში, რომ შეიძლებაო ქალბატონ ანას ეუბნება, რომ სადღაც სოფელში არ ესმოდეთ რუსული კანონი, რას ნიშნავს, შეიძლებაო. დიახ, ქალბატონო ინგა, ჩემო ინგა. სადღაც სოფელში ნამდვილად არ ესმით რუსული კანონი, იმიტომ რომ არარუსულიც არ ესმით. იმიტომ რომ არ დავიდა იქ სოფელში და ეს სადღაც სოფელია მთელი ქართული სოფელი და მთელი საქართველოს სოფლები, რომლებსაც ნელ-ნელა ტოვებენ სოფლელები. ის ინექცია, ის ფინანსი, ის რაც შეიძლება თქვენს ტელევიზიამდე დავიდა, ჟურნალისტებამდე, პოლიტიკურ ორგანიზაციებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებამდე, სადღაც სოფელში ეს არ დავიდა და რუსული კანონი საიდან ეწოდინებათ, თუ არ იციან არარუსული. ეს ერთი. მეორე, მე უბრალოდ ჟურნალისტებს გაგახსენებთ, თქვენს კოლეგას და მეგობარს ალბათ აუცილებლად, იმიტომ რომ თუ არ ვწდები ერთ ტელევიზიაში მუშაობდით და ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაშიც იყავით. არსებობს ესეთი საინტერესო ჟურნალისტი, ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ, ვისაც როგორც უნდა ისე წაიკითხოს. გიორგი თარგამაძე, რომელიც თუ არ ვწდები ბადრი პატარკაციშვილის მსახურებაში იყო, ასე ვთქვათ, ის ოლიგარქი ხო იყო. ისიც ხო რუსული წარმომავლობის ოლიგარქი იყო. ხო და სადღაც სოფელში ისიც არ ესმით, როგორ შეიძლებოდა რომ გახსოვთ ტელევიზია ჩვენ აქედან არ დავტოვეთ თუ რაღაც გმირულად იმედში. ამის შემდეგ როგორ შეიძლებოდა და განსაკუთრებით ბადრი პატარკაციშვილის მოკვლის შემდეგ არა ამ რუსული წარმომავლობის ოლიგარქის ბატონი გიორგი როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო თავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად. აზრზე ვერ მოდიან სადღაც სოფელში. ეს როგორ ხდება? თუ არ ვწდები ფილარმონიაში იყო, თუ სად არ ვიცი, ახლა ოპერაში, ძალიან ისეთ რესპექტულ ადგილას გაიმართა თქვენი პირველი ხილობა. თუ რაღაცა შექმნა ორგანიზაციის, თუ არ ვწდები, თქვენაც იყავით ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი და პარლამენტის წევრიც. შეიძლება ბევრი იწვალეთ და დარწმუნებული ვარ, იწვალეთ, იმიტომ რომ თქვენს პროფესიას აცდით, მაგრამ სადღაც სოფელში არ ისმით, როგორ შეიძლება ჯერ ემსახურო ერთს და მერე ემსახურო დიამეტრულად საწინააღმდეგოდ. ეს ნამდვილად არ ისმით, სადღაც სოფელში. კარგით, რო არ გეწყინოთ ეხლა თქვენი ოპოზიციური ტელევიზიაც, რომელიც არანაკლებ არა, უფრო ამაზრზენია ვიდრე თქვენ, განუზომლად უფრო პოსტივი. სადღაც სოფელში ისიც არ ისმით, ჩემო ინგა, ჩემო ძვირფასო ქალბატონო და ღვაწლმოსილო ტელეჟურნალისტო, როგორ შეიძლება შალვა რამიშვილი იჯდეს და იყოს სამთავრობო არა ტელევიზიის წამყვანი და იდეოლოგი, რომელიც მე მაქვს მოსმენილი ჩემი ხურით, რომ აი ფული მინდაო, მე ხო ფული მიყვარს თუ მაინტერესებსო და მე მგონი ფულის გამო თუ ქრთამის გამო ციხეშიც იჯდა. ბრძანდებოდა კი ბატონო, რახან დღეს მთავრობას ემსახურება, ჯობია ესე ვთქვა. ხო? არ ისმით ეს სადღაც სოფელში. რა გიკვირთ, რომ რუსული კანონი არ ისმით. ეს ტელეჟურნალისტების მისამებ უამრავი შემიძლია ჩამოვთვალო. აი ეხლა მაგალითად ამ სახამოს მოვისმინე ნიკა გვარამია, რომელმაც არ ვიცი, ქალბატონ პრეზიდენტს არ მიყვარს, ჩვენი აუდიტორია მიჩვეულია უფრო ისეთ ზრდილობიან საუბარს, მაგრამ აი პირდაპირ ეძახა, ასო ეძახა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონს, პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით. უყურე ეს, უსმენდი.
და დღეს ცამდე აიყვანა სადღაც სოფელში ეს არესმით წარმოიდგინეთ ქალბატონო ინგა რამდენი რამე არესმით სადღაც სოფელში მაგრამ არსებობს ისეთებიც რომელიც მე მესმის უკვე იმიტომ რომ ყური დავადე მიწას სადღაც სოფელში არ დავასახელებ რომელ სოფელში მაგრამ ძლიერი ხმა მოდიოდა მიწის წიაღიდან და თუ არ ვცდები სადღაც ივანიშვილის სამშობლოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა ის სოფელი აი იქიდან თუ ლავა წამოვიდა და ვულკანი მე უკვე აღარ ვიცი ჩვენ სად მოხვდებით სადღაც სოფელში დიდი მადლობა ინგა